გასულ კვირას ქართული პოლიტიკური წრეებისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მსჯელობის საგანი გახდა კრემლის მორიგი უკანონო ქმედება. გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში ეგრეთ წოდებული საზღვრის აღნიშნული ბანერის აღმართვის შედეგად საქართველოს მიერ კონტროლებადი ტერიტორია ეგრეთ წოდებულ საზღვრებს მიღმა კიდევ ერთხელ მოექცა. ამ პროვოკაციული ქმედებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კვლავ დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ნორმები. სოფელ ბერშუეთში არარსებული საზღვრის აღნიშნული ბანერის შემდეგ რუსის სამხედროები ქარელის რაიონშიც გამოჩნდნენ, სადაც რამოდენიმე სოფელში უკანონო სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე ქარელში 4 სოფლის ავლევის, თამარაშენის, ცერონისისა და კნოლევის მიმართულებით ფიქსირდება ეგრეთ წოდებული ცეცხლგამყოფის ზონები, რომელიც ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა. მსგავსი ტიპის ქმედებები კახაბერ ქემოკლიძის შეფასებით უხეშად არღვევს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას. ქართული მხარე პრობლემის განხილვას საერთაშორისო ფორმატის ყველა დონის შეხვედრებზე გეგმავს და რეაგირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. საქართველოს ხელისუფლების განმარტებით რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები პროვოკაციის მორიგ ტალღას წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოკუპაციის თემას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. ჩვენს ხელისუფლებას არც ერთი წუთი არ გაუტარებია, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყოს ნომერ პირველი ჩვენს დღის წესრიგში. სხვათა შორის ჩვენი ოპონენტები ამაზე ავრცელებენ ჩვენს პარტნიორებთან აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორებს, რომ ჩვენ ეს საკითხი თითქოს და აღარ აგვაქვს პირველი და მათი სხვადასხვა გამოკითხვები ამ გამოკითხვების მეშვეობით ცდილობენ, რომ ეს საკითხი გადაიტანონ მეორე, მესამე თუ ასე შემდეგ შრეში. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას ეს იყო ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი თემა და მე ხაზგასმით აღვნიშნე. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ეს იყო ჩემი სიტყვები. არ დაიჯეროთ არც ერთი კვლევის, რომელიც აჩვენებს, რომ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის მეორე, მესამე ან უფრო ქვედა რიგის საკითხი. ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, რანაირი წარმატებაც არ უნდა იყოს, ეს დარჩება ნომერ პირველი საკითხი ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში. ეს იყო ჩემი სიტყვა. მე მინდა რომ ეს თქვენ იცოდეთ, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ 135 სოფელი, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ჩვენი ოპოზიცია, ოპოზიციის ნაწილი თუ გნებავთ, გახლავთ დაკარგული არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად და ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობისგან გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს ერთიანობამდე. მშვიდობით, რა თქმა უნდა, და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. მთელი კვირის განმავლობაში გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ეგრეთ წოდებული საზღვრის აღნიშნული ბანერის აღმართვის ფაქტზე არაერთი განცხადება გაკეთა სამთავრობო სტრუქტურების, ოპოზიციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან. არა ოკუპაციას ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სოფელ ბერშუეთთან, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლთან. საგანგებო განცხადებები გააკეთეს მცოცავ ოკუპაციაზე და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე საქართველოს მთავრობის წევრებმა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ. როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლების ყურადღება ერთი წუთით არ მოდუნდება საერთაშორისო არენაზე. არასდროს საქართველოს არ ქონია ასეთი ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მხარდაჭერა, როგორიც აქვს დღეს. მე პირადად გასული დღეების განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა ამ საკითხზე მესაუბრა და ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩვენი პარტნიორებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, ასევე მეორე ძალიან მნიშვნელოვან ფორმატში ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, სადაც განიხილებოდა ევროპული საფრთხეები და დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას ევროპა და ევროპის უსაფრთხოება და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, რომ კონფლიქტები იდგას მაქსიმალურად
აქტიურად დღის წესრიგში და საქართველოს-რუსეთის კონფლიქტი მათ შორის და მე ვისაუბრე სწორედ ამ გამოწვევებზე. ერთი წუთით და ერთი წამით არ არის მოდუნებული ყურადღება ჩვენი დიპლომატიის მხრიდან, ასევე ჩვენი თითეული მთავრობის წევრის მხრიდან იმისათვის, რომ ჩვენი საკითხი იდგეს აქტიურად საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლოთ მშვიდობიანი ფორმებით ამ გამოწვევებისადმი გამკლავება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, რუსეთის ქმედებების მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქართული მხარე პროვოკაციას წამოაგოს. საქმე ჩვენ არ გვაქვს ერთბანერთან, ან ორბანერთან, საქმე გვაქვს ჩვენ სერიოზულ სამხედრო სიმძლავრეებთან, რომელიც განთავსებული გახლავთ ამ ბანერების უკან. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დეოკუპაციის სტრატეგიას და ასევე აი ამ ბავშვთუხლართებით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგების, ხალხთა შორის კონტაქტების წახალისების სტრატეგიას მეორეს მხრივ არის ძალიან პრინციპული და აქვს სხვადასხვა განზომილება და სხვადასხვა დონე. პირველ რიგში ეს გულისხმობს საერთაშორისო მხარდაჭერის მუდმივ რეგულარულ და ძალიან მტკიცე მობილიზება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ზოლთან შექმნილ ვითარებაზე და რუსეთის უკანონო ქმედებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გვაშფოთებს ის გახშირებული დაკავებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო 1 თვის განმავლობაში. გვაშფოთებს გამალებული მილიტარიზაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების ორივე რეგიონში, აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც. შეხვედრის ბოლოს ჟურნალისტებთან კომენტარი უკრაინის ელჩმა გააკეთა. იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია რუსეთის მხრიდან არის საშიში და საგანგაშო სიგნალი და მისი აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკრაინისთვის კარგად არის ცნობილი. სამწუხაროდ ყოველდღე უფრო და უფრო გასაგები ხდება, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები მიმართულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მშვიდობის თუ ნებისმიერი რომელიმე შეთანხმების წინააღმდეგ. ჩვენ სამწუხაროდ უკრაინაშიც ვიცით მოსკოვის დაპირებების ფასი, რომლის ნდობაც არ შეიძლება. რაც საოკუპაციო ზოლთან ხდება, ეს ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევაა. ეს პრობლემები ჩვენთან ახლოა და ამიტომ ამ თემაზე საუბარი იქნება პრეზიდენტ პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ ყოველდღიურად ხდება მცოცავი ოკუპაცია. უფრო და უფრო საშიში და საგანგაშო ხდება ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია და მშვიდობის ნაცვლად რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ სამხედრო ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საგანგაშო სიგნალია. რუსეთის მიერ საქართველოში ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევის მორიგ ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელიც გამოეხმაურა. ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცვლილება არის მიუღებელი. ჩვენ საერთაშორისო წარმომადგენლებმა მტკიცედ და მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, რომ ნებისმიერი ცვლილება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა არის მიუღებელი და არ ვიღებთ ამას. რაც შეეხება ამ პრობლემას, ევროკავშირის მისია აწარმოებს მონიტორინგს კონფლიქტურ ზონაში. მას ყავს ექსპერტები. მე კიდევ ერთხელ და ყოველდღიურად გავიმეორებ, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ასე იყო, არის და იქნება.